დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ თანამედროვე სამყაროს. ცოტა უნდა ჩამოვფრინდეთ, დავეშვათ უნდა მიწაზე და გავიგოთ თუ როგორ შეიძლება დღეს ადამიანმა გამოიმუშაოს ფული სხვადასხვა მეთოდით სოციალურ სივრცეში, ანუ ინტერნეტ საშუალებით. გავიგებთ დღეს რა არის კონტენტ კრეატორი, ძალიან მაგარ გოგოსთან ერთად, რომელიც დღეს სტუმარია ჩვენს ქალაქში. ელისო დავლიანიძე იქნება დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი, არაჩვეულებრივი, უნიჭიერეს ძალიან მაგარი გოგო. ელისო, გამარჯობა. მოდი ჩაგეყუტო. მიხარია რომ ჩვენს ქალაქში ხარ. მიირთვი შენი ყავა. გაიცანი, ეს ჩვენი ოპერატორები არიან. გამარჯობა ელისო. ცოტა წარდგენა გამიჭირდა. ჯენზი თაობაში ეს ტერმინი ძალიან პოპულარულია უკვე და არავის არ უყვარს, მაგრამ განმარტოთ მე დაწვრილებით. მე ვარ კონტენტ კრეატორი და კონტენტ მარკეტინგის მენტორი, ანუ ამ უნარებს ვასწავლი ბიზნესებს იმისთვის, რომ გაზარდონ გაყიდვები. კონტენტის განმარტება მნიშვნელოვანია. მისი შინაარსი გულისხმობს, ანუ შინაარსი არის მისი განმარტება. კონტენტი არის შინაარსი. ყველაფერი რისი დაპოსტვათ შეგიძლია, ტექსტი იქნება, ფოტო იქნება თუ ვიდეო იქნება, ყველაფერი არის კონტენტი. ელისო თავის მეუღლესთან ერთად დიდი ხანია უკვე ამ საქმითაა დაკავებული. მე ჩემს გამოცდილებას გეტყვი, როგორ გავიცანი ელისო და ჩემთვის რა გააკეთა პირადად შენმა საქმიანობამ. არ შემიძლია რომ ეს არ თქვა. მე რომ უკვე 4 წელია თამბაქოს წეველი აღარ ვარ, ეს თავიდან ბოლომდე დამსახურებაა ელისოს და გიორგის. თავდაპირველად მათ დაიწყეს მოღვაწეობა როგორც კვების მენტორებმა და ქონდათ თავიანთი ბლოგი და ძალიან ბევრმა იცის ამ ყველაფრის შესახებ, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს დაეხმარნენ. აი ეს კვების სისტემა, უბრალოდ რაღაც დიეტა კი არ იყო. შემასწავლეს, აი განცდის დონეზე გავიგეთ თუ რა საკვები როგორ ბალანსდება. და ისწორედ ამ სისტემის საშუალებით მე უკვე 4 წელია თამბაქოს წეველი აღარ ვარ და ეს არის ჩემთვის რაღაცა ყველაზე დიდი საამაყო, ერთ-ერთი მათ შორის, რაც ესე ხმამაღლა შემიძლია ვისაუბრო. თუმცა აი ამ პროცესში, როდესაც თქვენ კვების მენტორობით იყავით დაკავებულები, შემოვიდა რაღაც ახალი თემები. ადამიანები გთხოვდნენ, რომ გესწავლებინათ, როგორ ახერხებდით, როგორ ვყიდდით. ამ კვების კურსებს როგორ ყიდდით. სხვათა შორის მინდა ვახსენო, რომ თქვენი დამსახურება, ჩემი საქმიანობის ცვლილება თქვენგან დაიწყო. სხვა სტუმარი, რომელიც არის ჩემი მეგობარი, არის ფსიქოლოგი, იყო თქვენთან მოწვეული და გავიცანი, მითხრა რომ არ მაინტერესებს შენი კვებები და რაღაცაები, აი მაგას როგორ ყიდი, მოდი აი ეგ მასწავლე და გამიზიარე და მაშინ მივხვდი პირველად. ანუ ამ შემთხვევაში ამ გოგონას უნდოდა რომ თავისი ცოდნა გაეყიდა როგორც ფსიქოლოგს. გზა და გზა რომ მივხვდი რომ თითქმის ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს, რაც აინტერესებდა. და თვის ბოლოს ძალიან მაგარი შედეგებიც დაიდო. მივხვდი რომ მზად ვარ და მივიღე გადაწყვეტილება. ამდენ ხნიანი გამოცდილება და საქმე შემომებრუნებინეთ. დღეს ამ ყველაფერში, მოდი ესე მარტივად ვთქვათ ადამიანურ ენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებში, ანუ ინტერნეტ სივრცეში გაყიდვების ცოდნის გარეშე შეიძლება რომ ბიზნესმა წარმატებას მიაღწიოს? თუ დღეს ამის გარეშე არსებობს, ცოტა ხანში ამის გარეშე ვერ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ არის შესაძლებლობა, რომელიც არის უნიკალური ჩვენ სამყაროში, იმისთვის რომ ბიზნეს გაეკეთებინა რეკლამა 90-იან წლებში, ან უნდა გადაეხადა გაზეთისთვის, ან ტელევიზიისთვის, არც ისე ცოტა თანხა. და ახლა ჩავთვალოთ, რომ თავისივე რეკლამის დადებაში ზოგი სოციალური ქსელი აქეთ გიხდის. ანუ შენს ბიზნესზე ლაპარაკობ, გამოქვეყნება უფასოა, შეიძლება იმდენივე ადამიანს მიწვდე, რაც ტელევიზია, აკონტროლებ თან ვინ ნახა, რამდენმა ნახა, რა მოწონთ და უფრო ჭკვიანი ალგორითმი და იმას აჩვენებს, ვისაც უფრო აინტერესებს შენი კონტენტი და აქეთ სოციალური ქსელი აქეთ გიხდის რაღაც მომენტში. სიგიჟეა ჩემი აზრით, თუ არ გამოიყენო. მაგრამ ადრე ხა როცა ტელევიზიაში მიდიოდი მაგალითად, შეიძლება იქ რაღაცა შენი პროდუქტის უსაფრთხოება დაეყენებია ეჭქვეშ, ანუ ბევრი რაღაცა კრიტერიუმები ჩემ ბიზნესში შეაფასებდა. დღეს როგორა მომხმარებელი დაზღვეული, რომ შენ არ მომატყუო, რომ შენი ბიზნესია და ცუდი კარგად შემოსაყო. ხო, ეს რთული მომენტია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი fake, ანუ ყალბი პროფილი იქნება ხოლმე და ამის დაზღვევა მოიფიქრა ვერიფიკაცია, სადაც აგზავნე შენს პირად პასპორტს, ან თუ ინდმეწარმე ხარ, ან შეპესე ხარ დოკუმენტებს, რომ შენ ნამდვილად ის ხარ, ვის სახელითაც ფიგურირებს სოციალურ ქსელში და ამ შემთხვევაში განიჭებს ეგრეთ წოდებულ პტიჩკას. ამას ქვია ვერიფიკაცია, რომ გადამოწმებულია, რომ შენ ხარ ანის ადამიანი, ანის ბიზნესი, სადაც ასაღებს თავს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ერთჩვენიერ დღეს შენ და შენმა მეუღლემ გადაწყვიტეთ, დაგეტოვებინათ საქართველო და წახვედით ქვეყნიდან
გადახვედით ბალიზე. სხვათა შორის ბალის ბოლო პერიოდში რაღაცა მსოფლიო ოფისზე ეძახიან, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, ყველა რატომღაც ჩადის ბალიზე. რისთვის დაგჭირდათ ესე შორს წასვლა? ზოგადად საერთოდ რატომ მოგზაურობა. ხო. ყოველთვის გვინდოდა რომ ბევრ ქვეყანაში დაგვეტესტა საკუთარი თავი. 15 ქვეყნის ჯამში ყველაზე მეტად საცხოვრებლად გრძელვადიანად მოგვეწონა ბალი და ბევრი მიზეზია. პირველი არის ზუსტად ეს გარემოცვა, community. ყოველი მე რაღაც ქვა რო ააგდო დაეცემა ან კონტენტ კრეატორს, ან ბიზნესმენს, ან ორივე ერთად. ხო, და აი საინტერესო ეს ბალი რატო გახდა ესეთი ეპიცენტრი მსოფლიო ამ რაღაცა ერთ-ერთი არის. ციფრული მოხეტიალების ერთ-ერთი ჰაბი არის პორტუგალია, ასევე არის დუბაი, ასევე არის ბალი, მაგრამ დუბაისთან შედარებით ძალიან კარგი კლიმატია, ფასებით შედარებით ხელმისაწვდომია უფრო მეტი ადამიანისთვის, ულამაზესია. გადასაღებად და როდესაც მithumetas სულ ვიღებ და რაღაცა პრესტიჟის სიმბოლო გახდა. იქ ყოფნა რაღაცა რომ იქ თუ ჩახვედი უკვე რაღაცა კაი ყოფა და საქმეში ხარ, ხო? კი, და თან შენნაირად თან ერთად გაქვს ურთიერთობა, ყველა კაფეში, ყველა აი რაღაც, ესე თქვა, თევზივით ხარ წყალში. ასე რომ ტყუილად ლამაზი ვიდეოები და ფოტოები არ გვხდებათ ბალიდან. ბლოგერები, ინფლუენსერები, რომლებიც აი ლამაზ ვიდეოებს ტვირთავენ, ისინი ყველა გამოიმუშავებენ ფულს. ამის შემოსავლად ქცევის 4 ხერხი არსებობს და შემიძლია ჩამოთვალო. პირველი არის დასაქმება, ბუნებრივია. ან ფრილანსად, ან ხელფასზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოთხოვნადი უნარი და პროფესია არის, მაინც ხელფასის ლიმიტი არსებობს. ანუ იგივე უნარები აბსოლუტურად, რომ გამოიყენო და გაყიდო სპონსორების პროდუქტები, მოკლედ რეკლამით გამოიმუშაო. ხო. რაც ძირითადად შემთხვევაში ინსტაგრამის თემაა, ხო? ყველგან სულ ერთია, იმიტომ რომ ანუ შენ როგორც სახე გიკვეთავენ რეკლამებს, შენ არეკლამებ და კომპანია გიხდის თანხას ამაში. კი ბატონო, შეიძლება იყოს ბარტერიც, მაგრამ როგორც წესი, პროდუქტსაც გასასინჯად გამოგიგზავნიან თუ ფიზიკურია და პლუს ბიუჯეტი. შემდეგი ხერხი, შეგვიძლია ვთქვათ, შიდა მონეტიზაცია, ანუ როდესაც დაპოსტვისთვის თვითონ სოციალური ქსელი გიხდის, მაგრამ ამაზე გათვლას არავის არ ვუსურვებდი, იმიტომ რომ ძალიან არასტაბილურია. ალგორითმი ამ თვეში ისეა, ამ თვეში ისეა. ხან ნაკლები გიყურებს, ხან მეტი. შეიძლება შეცვალოს. პლატფორმასაც გააჩნია, ხო? კი. ყველაზე მეტი რომელ პლატფორმას აქვს? YouTube-ს? YouTube-ს აქვს ყველაზე მეტი, მაგრამ ძალიან რთული არის მონეტიზაციის წერტილამდე მისვლა და ზოგს წლები ჭირდება და ამის мотиваციით და მხოლოდ ამ შემოსავალზე ვერ იქნება გათვლა. მეორე ახლა Facebook-საც დაემატა, მაგრამ აი ჩვენი დიდი გვერდითაც დაახლოებით 100-დან $300-მდე გამოდის და $100-ით და რამდენი გამომწერი ყავთ? ჯამში 300,000-ზე მეტი. მე 45,000 რომ ყავს ჯერ ვერ. უკვე შეგიძლია ჩართო და რა ვიცი, აქ $100 დაგერცხება, რატომაც არა. მე არ ვიცოდი. გავინაწილებთ აგერ მე და ჩემი ოპერატორები. დაგეხმარებ. ბოლო მეოთხე, ეს არის, რომ გაყიდო შენივე პროდუქტი ან სერვისი. ყველას გონია, რომ როგორც წესი, Facebook-იან, Instagram-იან რაღაც სოციალური ქსელები მიხდის და ამით ვცხოვრობ, მაგრამ პირიქით არის. იქნება ჯანსაღი კვების პროდუქტი, იქნება კურსები, იქნება ფიზიკური პროდუქტი. ჩემი ძირითადი შემოსავალი არის ჩემი ბიზნესი. და სოციალური ქსელი არის მხოლოდ ცნობადობის გაზრდის და დაინტერესების მოზიდვის ხერხი. და ამ მოზიდულის ფულად გადაქცევა არის ბიზნესი, რასაც კულისებში ხედავ უფრო მეტად. აისბერგის წვერი არის მხოლოდ მოზიდვა და გონიათ, რომ აქ იწყება და მთავრდება. ყველაფერი სინამდვილეში იწყება მაქედან. აი მე ვარ ახლა ტელეწამყვანი. კამერების შიში არა მაქვს. ძაღლებს უყვარვარ ყველა გადაცემაში აგერ. ძაღლებსაც კი უყვარვართ. მაქვს ჩემი გადაცემა, რომელსაც ყავს თავისი გარკვეული მაყურებელი, კი არა და საკმაოდ დიდი რაოდენობის მაყურებელი. ძალიან მაგრამიდი ხარ. ხო, გაჩვენე კიდევაც. მიხარია შენი ეს შეფასება, მაგრამ არ ვიცი სხვა დანარჩენი რაზე ჩვენ ახლა ვისაუბრეთ. სოციალური ქსელით როგორ უნდა გამოიმუშაო ფული, აი ამას ვერა და ვერ ჩავაგენდა. 4-ვე შეგიძლია გამოიყენო ამ ეტაპზე. ცოტ-ცოტა, მაგრამ მაქვს ეს პრივილეგია, ხო? აი, უმაგრესი. პირველი რაც შეგიძლია ქნა და თითქმის არაფერს არ შეცვლის დროის მხრივ, ჩართო მონეტიზაცია და აქ-აქ $100 დაგეძრიცხოს შიდა მონეტიზაციას. პირველი ეს გამახსენე ერაკლე. მეორე, დასაქმება, ანუ როდესაც ტელევიზიაზე მუშაობ და კონტენტის შექმნისთვის სხვა ფიქსირებულ ხელფასს, მან ბონუსებით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დასაქმება. ეს გაქვს. თუმცა რაღაცაზე ზემოთ, იქიდან გამომდინარე რომ საათებს ცვლი ფულში, ამაზე იქით რაღაცა ვერ წახვალ. შეგიძლია ამას დააშენო სხვა რაღაცები, შეგიძლია ჩაანაცვლო. ეხლა არ გადმოგიბირებ, მაგრამ რატო ხდება რომ მე მხოლოდ ბიზნესით მაქვს მონეტიზაცია და სხვას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ რო ავიღოთ ორი ნავი. ერთი არის რომ ნიჩბები უნდა მოусვა, მეორეს აქვს მატორი. რომელი ჯობია, ცოტა იქ მოусვა ნიჩბები და ცოტა ამაში დავჯდა თუ 100% მატორიან ნავში დავჯდა, ხო? ხო.
აი დაახლოებით ეგ ამბავი, ამიტომ გადავჯექი სხვანებში. შენ როგორც ვიცი, გაქვს პროდუქტის იდეა და შეიძლება შენი შემოსავალი 100%-ით ამაზე გადათარგმნაში წაიყვანო შენი ყურადღება. ესეც შეიძლება კომბინაცია გააკეთო. შენზე გულით და შენზე კარგად ხო ვერავინ ვერ გაყიდის ამ შენს პროდუქტს თუ რასაც ყიდი. შესაბამისად შენ უნდა იყო მთავარი ფიგურა, ხო, ფიგურანტი. ეხლა ვიღაც სახე დაიქირაო და ვიღაცას ამაში კიდე თანხა გადაუხადო, პირდაპირ გამზადებული ადამიანი ხარ, აგე, რომელსაც შეგიძლია საუბარი, გაქვს მეტყველება, მაგრამ გაქვს რაღაცა შიშები გარკვეული, კომპლექსები და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ის შიში, რომლის გადალახვა ძღირს. მე ვფიქრობ ხოლმე, რომ არის შიშები, რომელიც შეგიძლია არ გადალახო. მაგალითად, გველის შიში, ან რა ვიცი, რაღაც თვითმფრინავიდან გადმოხტომის შიში შეიძლება დიდად არ ცვლიდეს ჩვენს ცხოვრებას და რაღაცა არ გიღირდეს მაინც-ამაინც თავის შეწუხება. და ეს არის შიში, რომლის გადალახვასაც ვურჩევ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პროფესიაში, ნებისმიერ შემოსავლით, იმიტომ რომ სოციალური ქსელი და პირადი ბრენდი, ანუ როგორც შენ ადამიანი, იკრებ სოციალურ კაპიტალს, ვინ გიცნობს, ვის მოსწონ ხარ და გენდობა როგორც პროფესიონალს, ეს არის თითქმის ჩამნაცვლებელი CV-ს და რეზიუმესი დღეს თუნდაც დასაქმებისთვის და ბიზნესზე ხო საუბარი არ არის. ადამიანები ყიდულობენ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ენდობიან და არა ბრენდისგან. მაგალითად, რა ვთქვათ, ილონ მასკს ყოველთვის ეყოლება უფრო მეტი გამომწერი, ვიდრე SpaceX ან PayPal-ს. იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს პიროვნება. ჩვენ გვაინტერესებს ადამიანთან ურთიერთობა. მართალი ხარ, ისე ხა დაუფიქრდი მაგაზე. მაგალითები ავიღოთ, Kylie Jenner-ს ყოველთვის უფრო მეტი გამომწერი ეყოლება, ვიდრე Kylie Cosmetics. და ნუ ესეთი უამრავი მაგალითი. პერსონალურ ბრენდინგზე გადავდივართ მე მგონი, ხო? უკვე საუბრის თემას. მოდი ეს შიშებიც ჩამოვთვალოთ და მათი დაძლევის მეთოდიკაც არის, ხო? კი, რა თქმა უნდა. კონტენტი შეიძლება იყოს უსახო და შეიძლება უხმოც იყოს, მაგრამ ბევრად ეფექტურია, როდესაც ადამიანი ჩანს და ვხედავთ, რომ ნამდვილი ცოცხალი ადამიანი, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებთ, რომ ეს ნამდვილია თუ არა. ამიტომ, როდესაც ამ შიშს ლახავ, ბევრად დიდი ნდობა, უფრო ასე ვთქვათ, არაგაპრანჭული კონტენტი როცა გაქვს, უფრო უშუალო ხარ, უფრო ნამდვილი ხარ, უფრო გენდობა ადამიანი, იმიტომ რომ უფრო ხედავს საკუთარ თავს შენში, ვიდრე გაბრჭყელებული, გალამაზებული კონტენტი. რასაც ვაკეთებთ ჩვენს გადაცემაში, ხო და მეთანხმებით. მაგიტომ მიყვარს შენი გადაცემა. როგორ გადავახოთ შიშები და რისი შიში არსებობს? სინამდვილეში ჩვენ რო გონია, გვაქვს კამერის შიში, კამერის შიშის უკან რამდენიმე სხვადასხვა შიში იმალება და ცალ-ცალკე თუ არ გადავჭერით, ჯამში კამერის შიშს ვერ გადავახავთ. პირველი არის კრიტიკის შიში, რა სიტყვიან ჩემზე. ევოლუციურად უნდა ავიღოთ, რატო გვეშინია, რომ ვიყოთ განსხვავებული. რომ გამაკრიტიკებენ და ვიქნები განსხვავებული და ვიდეოს გადავიღებ ხალხმრავალ ქუჩაში, რას იფიქრებენ ჩემზე. როდესაც ევოლუციურად ჩვენ ვიყავით განსხვავებული, პირველი რომ ტომიდან გაგვიყავდნენ და მეორე, როდესაც ვარ შავი ცხვარი თეთრ ფარაში, მარტივად შემომჩნევს მტაცებელი და მარტივი სამიზნე ვიქნები. ასე რომ ევოლუციურად დამალვისკენ გვიბიძგებს ჩვენი ეს შიში. როგორ უნდა ვუშველოთ? უნდა ვუთხრათ, რომ ეგ დრო აღარ არის, ვეფხვი აღარ მოგდევს. ყველაფერი კარგად არის, მაშინ ჩვენს მეორე ინსტინქტზე არავინ არ დაგატუსაღებს, ვერ მოგკლავთ და არავინ. და ამის გაცნობიერება ჩვენს ფიზიოლოგიას უჭირს და შეგვიძლია ვაჯობოთ ჩვენი ადამიანური ტვინით და განვითარებით, რომ დავაჯეროთ, რომ სინამდვილეში უსაფრთხოთ. გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად გაცნობიერების ამბავია, რომ არავინ არ მომდევს, არის პრაქტიკული სავარჯიშოები, ისევე როგორც კუნთს ვავარჯიშებთ, ამას ქვია მედია კუნთის გავარჯიშება. პირველი, შეგვიძლია დავაძროთ ტელეფონი ხალხმრავალ ქუჩაში და თუ ჯერ ვიდეოს გადაღება გრცხვენია, შეგვიძლია დავურეკოთ ახლობელ ადამიანს. მე მაგალითად დავურეკე დედას თავის დროზე და აი ესე გამართული ხელით ესაუბრო და სხვები იფიქრებენ, რომ ხო, ნუ საუბრობს, ნორმალურია. ბლოგერი კი არ არის, საუბრობს უბრალოდ ადამიანი. ხდებით, რომ არაფერი არ მოგვივიდა, ყველაფერი კარგად არის. შემდეგ უკვე ჩვეულებრივ ვიდეოსაც ვიღებთ, ვამოწმებთ, რომ ნამდვილად უსაფრთხოდ ვართ. ანუ პრაქტიკაში ვაჩვევთ საკუთარ თავს. ახლობელ ადამიანებს და ასევე მომხმარებლებს შეიძლება სამუშაო გარემოშიც ვაგზავნით ვიდეო მესიჯებს. იმის მაგერად, რომ უბრალოდ დავწეროთ. 1 წამიანი, 30 წამიანი პატარა ვიდეოებით, პატარ-პატარა ჰანტელებს წევთ ჩვენი მედია კუნთისთვის. და აი ამასაც ვეჩვევით, რომ გავაგზავნეთ ვიდეო, რაც არ უნდა გეკრინჯებოდეს, ანუ ესპანურ სირცხულს ეძახიან, რომ სხვის ნაცვლად რომ გერიდება. უხერხულობისგან რომ თავი არ გინდა წაიღო. ამ ყველაფერს ქვია კრინჯი. კრინჯი ქვია. იდეალური შესატყვისია. უყურებ შენივე ვიდეოს. პირველ რიგში უყურებ მხოლოდ ხმას და შეგიძლია დადო და ვიზუალს არ შეხედო. რა მოგწონს შენ ხმაში, რა არ მოგწონს. ძალიან წრიპინა ხო არ ვარ, გამოთქმა
ხო არ არის შესაძლებელი, უფრო ბოხი უნდა ვიყო, უფრო წვრილი უნდა ვიყო, უნდა შევანელო და ამაზე მუშაობს ნელ-ნელა. ეს არის მუდმივი განვითარების პროცესი. მერე პირიქით ვუთიშავთ ხმას და მხოლოდ ვიზუალს ვუყურებთ. მომწონს, არ მომწონს, რა არ მომწონს. თუ ამის შეცვლა შეიძლება, ხო არ შევცვალო. პირად განვითარებას. ანუ იწყებ საკუთარ თავზე მუშაობას. ზუსტად. გადავიდეთ მეორე შიშზე. მეორე შიში ეს არის ვაი თუ გამომივიდეს. წარმატებისაც ისევე გვეშინია, როგორც წარუმატებლობის. ერთი შიშია რომ დამცინებენ, გამრიყავენ და წარმატების შიში არის ვაი თუ გამომივიდეს. ბევრი ნახვა მექნება. ბევრი პასუხისგებლობა მექნება. მერე ჰეითერები არ დამადგნენ. რაღაცა არ მოხდეს. ჰეითერები, მლანძღველები. მაინც ყველასთვის გასაგებია. მოძულეები. ვაი თუ გაიყიდოს რაღაც ჩემი პროდუქტი ბევრი და მე ამ ბევრ ფულს რა ვუქნა, იმიტომ რომ ფულის შიში მაქვს დარწმუნებულებები, მოკლედ ბევრი რაღაცა იმალება. კარგი რაღაცისას, ზედმეტი კარგი რაღაცისაც რატო გვეშინია და ამიტომ ჩემი ერთ-ერთი მენტორი ამბობდა, რომ დაახლოებით 3x-ი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უსაფრთხოდ და ეგრევე 100x-ზე თუ იფიქრებ შეგეშინდება და ნელ-ნელა იზრდება. რამდენი უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს, რამდენი ნახვის ქონის, რამდენი გამომწერის სკოლის, რამდენი შემოსავლის ქონის უფლებას ვაძლევთ საკუთარ თავს. დაახლოებით იგივეა მილიონერობის რო გეშინია ადამიანს, ხო? არა 10000 იონერებას ჯექნებ არ გეშინია და ნელ-ნელა იზრდება. გირჩევთ თერაპიას coach-ებს, იმიტომ რომ მე მუდმივად მუშაობ ამაზე საკუთარ თავზე და წმუნებულებას აუცილებლად. იმიტომ რომ ზუსტად ეს ნელ-ნელა იზრდება ჩემი ლიმიტები. ჰეითერები გაწუხებენ ემოციურად. ვინმე თუ იტყვის რომ საერთოდ არ აწუხებს, ან გიჟია, ან იტყუება ჩემი აზრით. მართლა? თუმცა ეჩვევი და ნელ-ნელა უფრო ატანადი ხდება და ესეც თვითრეფლექსიის ძალიან მაგარი საშუალება არის, რომ რა გეტკინა და უყურებ რატო გეტკინა. აჰა. ანუ რა გაქვს დასამუშავებელი. ესეც კი გზრდის. კი, მაგალითად თუ გეტკინა რომ სუქანიან გამხდარი დაგიძახეს, ესე იგი შენ გჯერა რომ ეგრეა. მეორე არის ვინც რა მოგხვდა? ხო, რატომ მოგხვდა და რატო გეტკინა? რაზეც რეაქცია არ გაქვს, ესე იგი მან ყველაფერი ოკეია. კი. მაგრამ რაც მოგხვდა, ესე იგი მან სამუშაო გაქვს საკუთარ თავთან. თვით მიღებაზე ან დათანხმებაზე, რომ თუ მართლა ეგრეა, მაშინ შევცვალო. მაგალითად ერთი გოგო იყო, რა ბოხი ხმა გაქვს და მართლა ბოხი ხმა ქონდა და ეწყინა და ხო ეთანხმებიო მასო და აბა რა გითხრა არასწორია და მაშინ რატო გწყინსო და ვაუ და მიიღო. და იმის მე აღარ წqinდა. პირველი ერთ-ერთი ჩემი გადაცემა, რომელიც ესე გავარდა და ძალიან ბევრი ნახვა ქონდა, ეს იყო პავლე მგელაძე. კი, მეც ვნახე. კი, და სხვათა შორის ამ ადამიანს სოციალურ ქსელში იმ პერიოდში ჰეითერები ჰყავდა. ზეწოლა იყო მის მიმართ, მაგრამ იმდენად გავაღიზიანე მე ჩემი პერსონით მაყურებლები, რომ ანუ ჰეითი წამოვიდა ჩემზე. ანუ მთელი ეს ტვირთი და ჯვარი საკუთარ თავზე ავიდა დისკოს. იქ რაღაცა ბევრი შორისდებულიაო, რას ეთანხმება, აი რაღაცა იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი. აქედან რომელი გეწყინა? ის ფაქტი მეწყინა, რომ რაღაცა ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში და მეგონა რომ აუ რა კაია, ამას იტყოდნენ, მაგრამ ხო, თუმცა პროცენტული აი ეს შორისდებულები მომხდა. დანარჩენი შეიძლება ობიექტური სიმართლეა რა უშუალო ხარ, არა ფორმალური ხარ. ეს ობიექტური სიმართლეა. თუმცა მაგასაც თავის გამარტება ქონდა, იმიტომ რომ რესპონდენტი რო წამოიყვანე, ხო ყველა შენსავით გაწვრთნილი არ მხდება ხშირად. მე ხვდი და რესპონდენტი რო გულახდილ საუბარზე წამოიყვანო და გახსნა. ამისთვის ხშირად ჭირდება ეს რაღაცა იმის განცდის შექმნა, რომ აქ არავინ არაა და მხოლოდ ჩვენ ვართ და ჩვენ გვაქვს რაღაცა ადამიანური საუბარი და ამისთვის რაზეჭირდა და ჩემთვის კომპლიმენტი იქნებოდა, ზუსტად ეს არაფორმალურობა მომწონს. ეგ ობიექტური სიმართლეა და ანუ მართლა ეგრეა. იქ ერთ მომენტში იყო შენობით რატო ელაპარაკებაო. მე მივხვდი რომ ამ სიმძიმით ასე 1-2-3 დღე ვიარე, მაგრამ სამაგიეროდ ეს გამოვიმუშავე იმისა რომ მივიღე ის რომ თუ გინდა რომ რაღაცა ბევრმა ადამიანმა ნახოს, ამისთვის უნდა იყო მზად. ამისთვის მზად არ ახარ. მაშინ ამ სფეროში არაფერი გესაქმებია. ზუსტად. პავლე მგელაძეს რაც შეეხება, პოლარობას იწვევს მისი აზრები. ხო. და მოგწონს თუ არ მოგწონს, ეთანხმები თუ არ ეთანხმები, პირიქით ეგ არის ძალიან დიდი ბრენდი. როდესაც ცდილობ რომ შუაშისტი იყო და ყველაფერს მოერგო, მაშინ არ ხარ დასამახსოვრებელი და ძლიერი ბრენდი არის ის, რომელიც იწვევს
ერთი მხრივ ძალიან დიდ სიყვარულს და მეორე მხრივ დიდ კრიტიკას. ანუ ეს არის მეორე ამბავი წარმატების შიში, ძირითად შემთხვევაში ამ შიშს იწვევს ის, რომ ვაიდა ბევრი ადამიანი ნახავს ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი აქტუალურ თემად იქცევა და სადღაც ვიღაცები გამოჩნდებიან, ვინც დააბულინგებენ ამ ჩემს საქმიანობას. ან ბევრი ფული მექნება და არ ვიცი, ან ბევრ ფულს რა ვუყო და მე შენია, იმიტომ რომ ბევრი პასუხისგებლობაა და ვერ გავართმევ და ვაი. ბოლო შეიძლება შიში გავიყვანოთ, ეს არის თვითვარქვიას სინდრომი, როდესაც მგონია, რომ ვიტყუები, მაგრამ ობიექტურად ჩემი კომპეტენცია მაღლა არის და შეესაბამება იმას, რასაც ვამბობ, მაგრამ მე ვაუფასურებ და მგონია, რომ დაბალი ვიტყუები. თვითშეფასება. კი. მგონია, რომ თვითმარქვია მაქვს და რაღაცას ვიტყუები და ყალბი ვარ და საკმარისად მაგარი არ ვარ. ჩემი საქმიანობის ძირითადი мотиваცია იყო ზუსტად ასეთი ადამიანების დახმარება. იმიტომ რომ როგორც წესი, ზუსტად ძალიან განათლებულ ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან თითქოს შემჯდარიანენ სწავლაზე, არასდროს არ ყოფნით და არ იწყებენ ამაზე საუბარს, იმიტომ რომ გონიათ, რომ საკმარისი არ იციან, ან საკმარისი არ არიან. და რაც უფრო განათლებულია და რაც უფრო საჭიროა საზოგადოებისთვის ადამიანი, უფრო მეტად აწუხებს ხოლმე თვითმარქვიას სინდრომი და ამიტომ ჩემ მისიად ვაქცია, რომ ამის გადალახვაში დავხმარებოდი მართლა მაგარ პროფესიონალებს. სოციალურ ქსელებში მე მხვდებიან ყველანაირი ასაკის ადამიანები და გადასარევად ფლობენ 50 წელს ზემოთ ადამიანებიც აი ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და გადასარევად ყიდიან და აწარმოებენ ბიზნესს. ანუ ყოველთვის შეიძლება ამის სწავლა? და რამდენად მარტივია, რა არის სირთულე, რა უნდა იცოდე, რა ტიპის მობილური უნდა გქონდეს და ტექნიკასთან ზოგადად რა ურთიერთობა უნდა გქონდეს. და ძალიან ვურჩევ ხოლმე ყველას, რომ ნებისმიერ თემაში, რაზეც საერთოდ გარყმაში არ ხარ, დაიწყო მენტორით. თუ ამის საშუალება არ გაქვს, დღეს სოციალურ ქსელშიც უფასო მასალები, წიგნები, რომელიც 30-50 ლარამდე შეიძლება წიგნი ღირდეს, აქ ნაკლები უკავშირია, ნაკლები ესე ვთქვათ, პირადი მენტორობა არის, მაგრამ შეგიძლია ინფორმაცია ისევე მიიღო, რა როგორ უნდა გაკეთდეს. თავარია გქონდეს საშუალო დონის ტელეფონი. ინტერნეტთან წვდომა. მე რეკომენდაციას ვუწევ, რომ თუნდაც ძველი iPhone იყოს, იმიტომ რომ როდესაც ვიდეო ეხება საქმე, უფრო კარგი ოპტიმიზაცია აქვს. ფოტოებში, როგორც ვიცი, Android-ი ჯობნის, მაგრამ უბრალოდ ვიდეოსთვის თუნდაც iPhone 11 იყოს ძველი, ნახმარი, არ არის პრობლემა, მაინც ამას ვურჩევდი. და სწავლა შეიძლება სხვებზე დაკვირვებით. თავისთავად ეს მოვა, ეს ცოდნა პრაქტიკიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში მივხვდით ბევრ ძალისხმევას, ბევრ დისკომფორტს და ბევრ დროს. და ეს ყველაფერი შეგვიძლია, რომ ფულით ვიყიდოთ. ანუ იმის მაგათ რომ რაღაცას მივხვდე 2 წელში, გავიგო პირველივე დღეს მენტორთან, ან წიგნიდან და ასე შემდეგ, ანუ ან დროს ვიხდით მეც, ან ფულს. დაახლოებით რა ჯდება? ხარხული არ არის ამ კითხვის დასმა. ჩვენთან ჩანაწერები ამ ეტაპზე შეიძლება შეიცვალოს 500 ლარიდან იწყება, როდესაც ადამიანი დაჯდება და თვითონ იწყებს თვითსწავლების რეჟიმში და 500 ლარიდან შეიძლება ამის შესწავლა ჩვენთან. ვიღაცას უფრო ნაკლებადაც აქვს დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ამაში ისეთი შრომა მაქვს ჩადებული, რომ ვიცი რომ მინიმუმ 10 ჯერ მეტ სარგებელს ვდებ ყოველთვის, ვიდრე ის რაც ფასი არის. 50 წელს ზემოთ ადამიანისთვის, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ამ ყველაფერთან, იმისთვის რამდენად მარტივი იქნება ამ ყველაფერს. ჩვენ ყავდა ერთი მოსწავლე, რომელიც არის კულინარი და კონდიტერი. Facebook-ის რეგისტრაცია არიცოდა, ბიზნეს პეიჯი არ ქონდა საერთოდ და რეგისტრაციიდან დაწყებული ყველაფერი თვითონ ისწავლა და დღეს ყავს თითქმის 100,000 გამომწერი. ვაუ, რა კარგია. რა თქმა უნდა, უფრო გაუჭირდა შეიძლება თუ არ გაქვს მონათესავე პროფესია როგორც შენ, ხო? ან არ გაქვს გამოცდილება სხვადასხვა, ანუ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის, უფრო რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ძალიან მოინდომა, ოღონდ დაუფასდა. საშუალოდ, რამდენს შეიძლება ადამიანი გამოიმუშავებდეს ამ საქმით და ამ შემთხვევაში აი ხო ჩამოვთვალეთ. პირველი იყო რეკლამები, ხო? დაახლოებით 1 რილსის ღირებულება 1000-2000-დან იწყება, შეიძლება და იმის მიხედვით რამდენს გაყიდე. ლარი. საქართველოში ესე იწყება. ჩვენ სპონსორები არასდროს არ გვყავს, იმიტომ რომ გვირჩევნია ეს დრო საკუთარ პროდუქტის რეკლამას დავუთმოთ, იმიტომ რომ 10 ჯერ ნაკლები მუშაობით, 10 ჯერ ნაკლები ვიღაცის სურვილებით გათვალისწინების გარეშე მეც გამოვიმუშავებთ. მაგრამ ხო, დაახლოებით ესე იწყება. Stories ღირებულება, როგორც ვიცი, 350 ლარის ფარგლებში. 15 წამიანი story უბრალოდ. შეიძლება 1 წუთი. უბრალოდ რომელიღაცა მაღაზიაში შეხვიდე, შენი ტელეფონით ისე გადაიღო. შესაძლებელია რომ ამ მაღაზიამ შენ გადაგიხადოს ამაში 300 ლარი. რაც უფრო პოპულარული ხარ, რაც უფრო
ახლოს ხარ იმის აუდიტორიასთან, მაგალითად თუ მე მაქვს ტურისტული კომპანია და მოგზაურს დავასპონსორებ, ვიცი რომ უფრო ზუსტი არის ჩემი მიწვდომა და შეიძლება უბრალოდ ზოგადი მილიონ გამომწერიანი ბლოგერის ნაცვლად იმდენივე გადავუხადო უფრო ზუსტ ბლოგერს, რომელიც ეხება თავის ჩვეულებრივ კონტენტში იმ თემას, რომელზეც მე მაქვს პროდუქტი ან სერვისი. მონეტიზაციაზე თქვით, რომ აი დაახლოებით $100-დან $300 მერყეობს მაგალითად ჩვენი საკმაოდ დიდი გვერდის მონეტიზაცია Facebook-ზე. რატომ არის Instagram-ის მოხოდვა უფრო რთული ვიდრე სხვა პლატფორმების? რაოდენობრივად მომხმარებლები ბევრად ცოტანი არიან Instagram-ზე ვიდრე Facebook-ზე. მოთხოვნები როგორც წესი ხარისხზე უფრო მეტი არის Instagram-ზე, იმიტომ რომ მანდ არიან უფრო ჩვენი თაობის ადამიანები და არა დიდი. უფრო მეტად ქალების პლატფორმა თითვლება. TikTok-ზე არის ბავშვების პლატფორმა და Facebook-ი არის ყველას პლატფორმა ერთად გაერთიანებული. დიდი აჯაფსთან დალია და ამას ემატება უზარმაზარი აუდიტორია 50+-ის. შესაბამისად, იქ მოთხოვნა და galოცება ადამიანის ბევრად მარტივია ვიდრე Instagram-ზე. Instagram-ზე უფრო დიდი ხარისხის მოთხოვნაა და უფრო მიზნობრივი მომხმარებელი, მაგრამ უფრო ცოტა. რაოდენობრივად მართლა ცოტა ვართ. სხვა ქვეყნებში ძალიან თავისუფლად შეიძლება Instagram-ის ვიდეოზეც ქონდეს მილიონობით 1, 2, 3, 10 მილიონი ნახვა და აი თქვათ მილიონზე საქართველოში ქართულ ბაზარზე მხოლოდ Facebook-ზე ავსულ ვართ, თუ არსებია ერთხელ იყო TikTok-ზე. იმდენად ბევრჯერ უფრო მეტი ადამიანი არის ფიზიკურად მომხმარებელი Facebook-ის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენ როგორც მომხმარებელს არ მოგწონდეს Facebook-ი და მომხმარებლად ირჩევდე, რომელი პლატფორმა არის, მე ვავნები ყველა ბიზნესს, რომ შენ არ გაქვს უფლება აირჩიო, შენ უნდა იყო ყველგან, სადაც თუნდაც პატარა პროცენტი არის შენი მომხმარებლების. აუცილებლად მინდა გკითხო Bubble-ზე. ანუ Bubble ეს არის ადამიანების წრე, ასე ვთქვათ, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, თანამოაზრენი რაღაც კონკრეტულ საკითხში. აუცილებლად გჭირდება საკუთარი Bubble? აუცილებლად შეიქმნება თავისით, როდესაც იმაზე საუბრობ, რისიც ბოლომდე გჯერა და რაც უფრო ასე ვთქვათ, გულწრფელად ამბობ და არ შეალამაზებ, არ წვეტებს არ მოაჭრი, არ დავარცხნი, მით უფრო შენკენ წამოვა Bubble და მით უფრო განიზიდა, ვინც არ არის შენი Bubble და უფრო სწრაფად იზრდება. რაც უფრო ბუნებრივი იქნები და რაც უფრო იქნები ის ვინც ხარ რეალურად შენ, მით უფრო მალე გაიცხრილება და შეიქმნება Bubble, რომელიც შენია. ანუ დღეს ეს ძალიან მუშაობს, ხო? ნამდვილობა, ემოცია, უფრო ისეთი დიადი ნარატივების წინ წამოწევა, ნაკლები ცინიზმი. ცინიზმი ძალიან კარგად მუშაობს. ანუ როგორც მუშაობს უარყოფითი, ასევე ძალიან დადებითი და ნებისმიერ ადამიანს არავის არ ყავს სიყვარული თუ ხარ შუაშისტი ადამიანი. არ გყავს მოძულეები ან ძალიან სიყვარული. ანუ შუაში არ არსებობს, როდესაც ბოლომდე ნამდვილად შენი თავი. შუაშისტობა ისედაც უკვე ამ დღევანდელ სამყაროში რაღაცა ვერაფერში ვეღარ მუშაობს რა. თუ შუაშისტი ხარ, არასერიოზული ხარ უკვე. ყველას ავიწყდები და არავის არ უყვარხარ. ესეთი ფრაზა არის, რომ ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, ვინც დაანახებს, რომ შენ მისი გესმის, მისნაირი ხარ და თუ ქვას ესვრი მის მტერს. ანუ მაგალითად შენი მტერი შეიძლება იყოს, შეიძლება ადამიანი, შეიძლება მოვლენა, შეიძლება რაღაც ტრენდი, რომელიც არ მოგწონს და შენ გეხამუშებოდეს ან გეშინოდეს ამაზე პროტესტის გამოთქმა. და მე თუ ხმა მაღლა ვესვრი შენს მტერს, შენს ნაცვლად, შენ მაგრა გაგისწორდება. ანუ ეს შეიძლება იყოს რაღაც ფენომენი, რაღაცაზე აზრის დაფიქსირება. მოკლედ, რის დაფიქსირებაც რთულია, ადამიანები არ ქვამენ, "ო, მეც ესე ვფიქრობ." მე ვერ გავბედავდი ამის თქმას, მაგრამ მადლობა რომ შენ თქვი. აი ეს არის ფსიქოლოგია. 6 წელია შენ უკვე ამ საქმიანობაში ხარ და პრაქტიკულად დამკვირვებელიც არაჩვეულებრივი იქნები და ძალიან ბევრი რაღაცა უკვე ზუსტად გექნება აღქმული. რამდენად მუშაობს ან არ მუშაობს ნეგატიურ კომენტარებზე პასუხების გაცემა და უნდა გასცეს ადამიანმა, თქვათ, ვინც არის თავარი ფიგურანტი კონკრეტული ვიდეოსი, თუ არა, ნეგატიურ კომენტარებს პასუხი. ტექნიკურად, რაც უფრო მეტი კომენტარი არის, უკეთესი ალგორითმისთვის, მაგრამ რასაც მიაქცევ მეტ ყურადღებას, ის გამრავლდება. და თუ მე კრიტიკას მივაქცევ ბევრ ყურადღებას და აქეთ ქვას ვესვრი, უფრო მეტი ქვა წამოვა უკან. შენი არჩევანია, რის ხარჯზე გინდა გაზრდა. უფრო მეტი ადამიანის, რომელსაც არ უყვარხარ, შენგან არასოს არ შეიძენს და ნერვებს მოგიშლის, ეს რაოდენობა თუ გიღირს, თუ გირჩევნია, არ გასცე ხმა და ძალიან ბევრია, რომელიც ბრაზდება რომ ხმას არცემ. ყველაზე მაგარი იგნორი რომ რას ქვია, მე შენზე ჩავწერე და შენ აგრძელებ საქმიანობას და ხო, მაგრამ ნახა მეორე ახასიათებს სოციალურ ქსელს 1, 3, 4 ნეგატიური კომენტარი თუ დაინახა ადამიანმა. ზუსტად იგივე ენერგიებში აგზელებს თვითონაც რა.
იგივე ჟანრში. და შესაბამისად, ამ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით ძალიან ბევრჯერ იმუშავა პასუხის გაცემა, მოყონთ ლეგიტიმური პასუხის გაცემა და არა რაღაცა დაცინვამ და იგივე ნეგატივში გადაყვანა. ზუსტად. აქ ესეთი რეკომენდაცია მექნება, რომ კონსტრუქტიული სახე მივცეთ ამ ნეგატიურ კომენტარს. შეგვიძლია რომ პასუხი გავცეთ არა ერთ ადამიანს და ერთ ადამიანზე კი არ დავხარჯოთ დრო. ეს ავიღოთ ვიდეოს იდეად. იმ კომენტარს კი არ ვუპასუხო, არამედ მოდი ამაზე ჩავწერ ახალ ვიდეოს. შეიძლება ეს ადამიანი ან დავბლოკო ან კომენტარი წავშალო, რომ არ განვითარდეს პასუხი, არა? ეს ვერსია ჯობია, ხო? მაგრამ იდეალური ამბავია, რომ გაიგო რა მითების ჯერად, რა ნეგატიური რწმუნებულებები აქვს ადამიანებს და არ გასცე პასუხი კონკრეტულ ადამიანს, არამედ ახსნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ხალხს ეს აინტერესებს, ხო? და ბოლოს რაღაცა რეზიუმესკენ წავიდეთ და ალბათ საინტერესო იქნება პასუხი იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ამ ალგორითმს აუყვეთ. ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც დისკომფორტები და შიშების გადალახვა მოკლედ გიღებს ჩემი აზრით ყველანაირად. ერთი მხრივ როგორც ძალიან დიდი შესაძლებლობა არის, ძალიან რთულია, როდესაც ამდენ შეფასებას ისმენ საკუთარ თავზე, თუნდაც ნეგატიურს, თუნდაც პოზიტიურს და დამოკიდებული ხარ სულ ადამიანების შეფასებაზე და ლაიქებზე და ეს დოპამინ სისტემას ძალიან ტვირთავს. და ძალიან მნიშვნელოვანია დეტოქსიც, თავში ჩაღრმავება, სინამდვილეში მე რას ვფიქრობ საკუთარ თავზე და სულ ერთია სხვა რას ფიქრობს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია რომ ამაზე შეჯდა და მუდმივად სხვა ადამიანების გათვალისწინებაში გახდე. კი, ამიტომ რამდენადაც უდიდესი შესაძლებლობა არის, მეორე ტრენდი არის ამ ყველაფრისგან დეტოქსი და მე ერთდროულად ორივეს მხარს ვუჭერ. ძალიან დიდი მადლობა შენ, იმიტომ რომ შემიძლია თამამად თქვა ყოველი ჩემი შენთან შეხვედრა რაღაცას ცვლის, ზოგჯერ უფრო მასშტაბურად, ზოგჯერ ცოტა ნაკლებად, მაგრამ აუცილებლად რაღაცას ცვლის ხოლმე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაცემაც რაღაცებს შეცვლის მაყურებელშიც და ჩემშიც რა თქმა უნდა. მადლობა კიდევ ერთხელ ელის.